სამწუთებში ბაგრატის ტაძარში პრეზიდენტის ინაუგურაციის დასკვნითი ნაწილის ცერემონია მიმდინარეობს. მიხეილ სააკაშვილი ბიბლიაზე ფიცდებს. ტაძარში იგი საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორე მიაცილა. ეკა გაგუა იმყოფება ბაგრატის ტაძარში, რომელიც პირდაპირ ეთერში ისაუბრებს. ეკა გისმენთ. ცერემონიალი სულ ცოტა ხნის წინ დაიწყო, აქ დაახლოებით 9 საათის წინ მოვიდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე, ხოლო უკვე 15 წუთის შემდეგ გამოჩნდა პრეზიდენტის ექსკორტიც მიხეილ სააკაშვილი. ბაგრატის ტაძარში მეუღლესთან ერთად მივიდა, ისჯერ თავდაპირველად ხალხს მიესალმა, ხოლო ამის შემდეგ უკვე ტაძარში შევიდა. კათოლიკოს პატრიარქი ამ წუთებში ლოცვას აღავლეს, შემდეგაც იგეგმება უკვე პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლა. ამის შემდეგ მიხეილ სააკაშვილი დადებს ფიცს ბიბლიაზე, რომელიც დღეს დილით მოაბრძანეს ბაგრატის ტაძარში. ფიცის დადების შემდეგ უკვე გაიმართება კონცერტი ბაგრატის ტაძრის ეზოში. ამ კონცერტში მონაწილეობას მიიღებს რამდენიმე ხალხური შემოქმედების ანსამბლი. ამ წუთებში, როგორც უკვე აღნიშნა, პატრიარქი ლოცვას აღავლენს. იმის გამო რომ მთელი ძალი არასდროს რა ვიცეკია, ისე ვიცეკვებთ. ძალიან გავახარეს მიშას. ისეთი პატრიარქი ყავს საქართველოს. მის ყველა დღეს გვინდა რომ გაუხანძრდეს სიცოცხლე და ღმერთმა დალოცოს ის ადამიანი, ვინც პატრიარქს დამილოცავს და ამ ტაძარს სიმბოლოს, საქართველოს ერთიანობის სიმბოლოს, ვინც აღშენებლობას დაიწყებს. ხვდებით პრეზიდენტს, რომელიც დაიწყებს მშენებლობას. კარგი განწყობითა ვართ, ყველა კარგი განწყობითა აბსოლუტურად, ვისაც ხედავთ აქ ამოსულს და ამინდით ხელს გვიტყობს გარემო ყველაფერი, ჩვენი საქმე სიმღერა არის, გალობა არის და ყველაფერს გავაკეთებთ მაქსიმალურად რაც შეგვიძლია. ბაგრატის ტაძრის ეზოში შეკრებილი არის ძალიან ბევრი ადამიანი, შეიძლება ითქვას, რომ სავსეა მთლიანად ეს ტერიტორია. აქ არიან მოსულები როგორც ქუთაისის მცხოვრებლები, ასევე გარშემო რაიონებში მცხოვრები ადამიანები. სავარაუდოდ ეს დღევანდელი ცერემონიალი 45 წუთს გაგრძელდება, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ ის ცოტა ოდნავ დაგვიანებით დაიწყო, ასევე დაგვიანებით დასრულდება. დედისა ჩვენისა ნინო ქართველთა გამარჯვებელისათა წმინდისა გიორგისა, წმინდისა ნიკოლოზ მიროლუკის მთავარეპისკოპოსისა საკვირველთმოქმედისათა წმინდათა საქართველოს მეფეთა დედოფალთა მამათმთავართა და კათოლიკოს პატრიარქთა. ეს იყო პირდაპირ ჩართვა ქუთაისიდან. მიხეილ სააკაშვილის ინაუგურაცია საერთაშორისო პრესის ყურადღების ცენტრში რჩება. BBC-ს ვებ გვერდზე სტატია გამოქვეყნდა სათაურით საქართველოს ლიდერი პრეზიდენტობის მეორე ვადას იწყებს. ავტორი ხაზს უსვამს, რომ ინაუგურაციის პარალელურად თბილისში ოპოზიციის 80,000 კაციანი საპროტესტო აქცია გაიმართა. სტატიაში საუბარია საქართველოს-რუსეთის ურთიერთობაზეც. ჟურნალისტის შეფასებით, მიუხედავად იმისა, რომ მიხეილ სააკაშვილმა და სერგეი ლავროვმა გუშინდელ შეხვედრაზე ურთიერთობის გაუმჯობესების პირობა დადეს, ორ ქვეყანას შორის დაპირისპირების მოგვარება არ იქნება, რადგან საქართველოს ნატოში გაწევრიანებას აპირებს. ამას კი რუსეთი კვლავ ეწინააღმდეგება. ქუთაისში გამგზავრებამდე პარლამენტის თავმჯდომარემ შეხვედრები გამართა გუშინდელ ინაუგურაციაზე დასასწრებად ჩამოსული დელეგაციის წევრებთან. ესტონეთისა და გერმანიის ქვეყნების წარმომადგენელთა გარდა საქართველოს ყველა ოფიციალურმა პირმა დატოვა. პირველი შეხვედრა ნინო ბურჯანაძემ სწორედ ესტონეთის პრეზიდენტთან გამართა. საქართველოში ნატოში გაწევრიანება, დემოკრატიის განვითარება და ორი ქვეყნის სამომავლო თანამშრომლობა იყო შეხვედრის მთავარი თემა. ესტონეთი არის საქართველოს მეგობარი ქვეყანა და ის საქართველოში დემოკრატიის განვითარების ყველაზე დიდი მხარდამჭერია. განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ და ამ მხარდაჭერისთვის ტომას ჰენდრიქს ილვეს მადლობა გადაუხადა. დღესვე პარლამენტის თავმჯდომარე გერმანიის სახელმწიფო მინისტრს შეხვდა. დღევანდელ შეხვედრაზე მათ პრეზიდენტის ინაუგურაციაზე სააკაშვილის ფიცის იმ ნაწილზე ისაუბრეს, რომელიც კონფლიქტების მოგვარებას და რუსეთ-საქართველოს ურთიერთობას შეეხებოდა. საუბარი მომავალ საპარლამენტო არჩევნებსაც შეეხო. გერნო ერლერის განცხადებით, საქართველოს საერთაშორისო იმიჯი საპარლამენტო არჩევნების დემოკრატიულ ჩატარებაზეა დამოკიდებული. ბატონმა პრეზიდენტმა გამოთქვა მსატყოფნა, რომ მომავალშიც მაქსიმალურად დაეხმაროს ესტონეთის გამოცდილებით, თანამშრომლობით საქართველოში დემოკრატიის განვითარებას და მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ კვლავ გავაღწევთ ჩვენს ურთიერთობას.
საქართველოს ესტონეთის სტრატეგიული პარტნიორია თქვენ საბჭოთა პერიოდიდან მოყოლებული ცდილობთ გაარღვიოთ ანტიდემოკრატიული წრე. ვიცი რომ ქვეყანაში არის პრობლემები, მაგრამ ეს ეტაპი ჩვენც გავიარეთ. მე თავად სამჯერ ვიყავი ოპოზიციაში და ყველაზე კარგად ვიცი რომ დემოკრატიისთვის ბრძოლა მუდმივი პროცესია. მიუხედავად ამ ყველაფრისა, რეფორმების გზა უნდა გაგრძელდეს.